პატა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული რაკეტების წარმოება ისევ დაიწყო. დაიწყო? რას ამბობ? არ იცოდი? არა, საიდან, რას ლაპარაკო? ჩრდილოეთ კორეის ამბები მოიძიეთ ხოთ ხოლმე. კი, სხვადასხვა ჩრდილოეთ კორეის ამბები მოვიძიე და მინდა გითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეამ განაახლა ბირთვული იარაღის დამზადება. კარგი. ცოტა ხნით ადრე ტრამპის და კიმ ჩენ ინის შეხვედრა დროზე ადრე დამთავრდა. როგორც ჩანს, ვერ მოილაპარაკეს რაღაცაზე. და რატომ? ჩემი აზრით ეცინებოდათ. რას ნიშნავს ეცინებოდათ? მიშა რა არიცი, ეხა დონალდ ტრამპს და კიმ ჩენ ინის ისეთი ვარცხნილობა აქვს, ეთქობა რომ შეხვდნენ ერთმანეთს, გაეცინათ, გაიგე და ადრე ჩაიშალა მაგიტომას და ადრე მაგდონას დამთავრდა. პატა, თუ მართლა დაამზადეს ბირთვული იარაღი კორეელებმა, ვინ შეიძლება რომ ესროლოს? რთულადაა საქმე, მათ მინდა გითხრა, რომ ჩრდილოეთ კორეა კარგად შევისწავლე, მისი მეზობელი ქვეყნები, არამეზობელი ქვეყნები, მტერიც, მოყვარეც და მინდა გითხრა, რომ ნებისმიერ შეიძლება ესროლოს. ღმერთმან უკრას აი. ანუ შეიძლება რომ ჩვენს გვესროლო? არა, მან შვიდად უნდა ვიყოთ, რუსეთი არ მიცემს ამის უფლებას. დამიჯერე, რუსეთი არ მიცემს ამის უფლებას. ნუ ეხა თუ დასაბომბები ვარ, თვითონ დაგბომბავენ ეხა სხვა არ შეაწუხო, ნუ არა, მაგაში ეხა. პატა, საერთოდ რესურსი თუ აქვს ჩრდილოეთ კორეას რომ დაამზადოს ეს იარაღი? რა ხდება ზოგადად ჩრდილოეთ კორეაში? ბნელა. ეგ ისედაც იცის ყველამ. ხო, მეც ყველასგან ვიცი რომ ბნელა. ანუ ბნელა მენტალურად თუ ფიზიკურად ბნელა როგორც ჩვენთან დენი რო არ იყო? მინდა გითხრა რომ ორივენაირად. თუმცა ხალხი მაინც ბედნიერი. რატო? რატო არიან ბედნიერი? ხო, ეხა მან რა არიცი, უბედურების უფლება არ აქვს. ხო, მან იცი რომელი წელია? რას წელია? 102. ხო, 102 წელია, ანუ კიმ ჩენ ინის ბაბუის დაბადების დღის საპატივცემულოდ, ანუ მაგ დროიდან, აქედან დაიწყეს დროის ათვლა რა. კიმ ირ სენის დაბადებიდან კალენდარი 102 წელია. ჩვენ წერთა რიცხვამდე გამოთქმა, იცი? კი. ანუ ჩვენ წერთა მაგათი ჩვენ წერთა რიცხვამდე, ჩვენ ილია ჭავჭავაძე ყავდა უკვე მოკლედ. დააკვირდი, მაგათი წერთა რიცხვით. ძველი წელთა რიცხვით რა, ჩვენ უკვე ილია ჭავჭავაძე ყავდა მოკლედ. მეც ვერ გავიგე კარგად, მაგრამ კარგად არის. მართალი ვერ ვიცი. ეგრე არის რაღაცნაირად არის. ადამიანის უფლებები დაცულია თუ არ არის დაცული? ადამიანის უფლებები, როგორც ჩანს, მათ ბინალური მიდგომა აქვს. ხო, ანუ ეგ რას ნიშნავს გეტყვი, ანუ ვისაც ზოგადად ადამიანად თვლიან, იმის უფლებები დაცულია. ნუ იმის უფლებები არა, უფლება. ოკეი. ხო, ერთის უფლებაა დაცული. მინდა გითხრა, რომ არის სამუშაო ბანაკები შექმნილი, სადაც 200,000-მდე ადამიანია დასაქმებული რა მონაასავით, მონებივით ამუშავებენ. სამუშაო ბანაკებში 200,000 ადამიანი? კი. ანუ სამუშაო ბანაკი რას ნიშნავს? როგორც ჩანს, ჩრდილოეთ კორეაშიც არის უმუშევრობის პრობლემა და ვინ სურვილს გამოთქვამს, რომ აი დამასაქმეთ და მომუშავეთ, მათ მიყავთ და მე ამუშავებენ. კარგი. ქალთა უფლებებზე კითხვას აზრი აქვს? პრინციპში არა, მაგრამ გეტყვი, რომ ქალებს არ აქვთ შარვლის ჩაცმის უფლება, თუ ქარხანაში არ მუშაობენ რა. გინდა შარვალი წავიდა ქარხანაში. ხო, აი ლამაზად თუ გინდა რომ გამოიყურებოდე, ქარხანაში უნდა წახვიდე. ჯერ და მერე გაიარა. პატა, შენ რას ფიქრობ, როგორ უნდა გამოვიდეს ჩრდილოეთ კორეა ამ ჩიხიდან? აი, მიშა, ეხა რას მეკითხები, მე რა ნაირად გიპასუხო ეხა. რაღაცა ცოტა მარტივი კითხვა მკითხე, აი, პური რა ღირს ანამე. ოკეი. პური რა ღირს ჩრდილოეთ კორეაში? არც მაგაზე არ ვიცი, მართალი გითხრა, არ მაქვს პასუხი, მაგრამ მადლობა რომ გაითვალისწინეთ ჩემი თხოვნა. კარგი პატა, დიდი მადლობა. პატას შენი დახმარებით პატა, მაყურებელმა რაც იცოდა მინიმუმ ის ისე ვიცის. მე ვარ მიშა მშვილდაძე და თუ გინდათ ნახოთ ჩვენი ვიდეოები, დაალაიქეთ ჩვენი პეიჯი. თუ არ გინდათ ნახოთ, მაინც დაალაიქეთ და ვიდეოები რომ ჩაირთვება თვალები და ხუჭით.